მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია, ჩვენი საყვარელი ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უკვე მოხდარ ფაქტზე, რაც არის ტრამპის არჩევნებში გამარჯვება და უკვე მისი გაპრეზიდენტება და ნავსთავარია შეცვლილი რეალობა, გეოპოლიტიკური რეალობა. ჯერ თუ გაიხსენებ, რამდენად გავს ეს პერიოდი გორბაჩოვის ბოლო წლების პერიოდს. და რა განსხვავება იყო მაინც? ხო იყო ეს წარმოდგენა საბჭოთა კავშირში არ დაინგრეოდა. ხო იყო ეს წარმოდგენა. მე მგონი 89-შიც და 90-შიც კი იყო ეს წარმოდგენა, რომ რაღაც კრიზისი არის და არ დაინგრევა. აი თუ გავლებ პარალელებს აი ამ ორ მოვლენას, იმიტომ რომ შენ აქტიური დამკვირვებელი იყავი მაშინაც და ეხლაც და შენი პირადი გამოცდილებიდან რაში გავს ეს მოვლენები და რაში არ გავს? კი, კარგი ის არის შეკითხვა და რასთავია პარალელი მართლა არსებობს და უნდა გითხრა რომ ჩემთვის მაგალითად და არა მარტო ჩემთვის გარკვეული ჯგუფისთვის ადამიანების იმ წრეში სადაც მე ვტრიალებდი გარკვეული ესეთი სიმბოლური ფაქტი რომლის შემდეგაც მაგალითად მე ჩემს აბსოლუტურად დაცელი გახდა რომ საბჭოთა კავშირი ინგრევა ეს იყო არა ჩერნობილი არამედ 1987 წელს როდესაც მათიას რუსტმა თავისი სახელდახელო თვითმფრინავი დასვა წითელ მოედანზე აი ეს რომ მოხდა მაშინ მე მივხვდი რომ და ბევრი ჩემი მეგობარი ეს საერთო განცდა იყო სხვა შორის რა რომ საბჭოთა კავშირი დაანგრევამდე დარჩა რაღაც 3-4 წელი. აი მე სულ მქონდა ეს განცდა. მოყოლებული, ისე გეუბნები ხო ამ ხალხ რაღაცა დატრიალდა ჩერნობილი და ამბავი არა და ჩერნობილი არ იყო იმდენად, ვიღაცა მაშინ მიხვდა, რომ სისტემა ინგრევა. და საზოგადოებრივ ეხლა უკვე დათვლილია, ეს არის ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის 74 წლის განმავლობაში ან 72 წლის განმავლობაში შეიძლება 17 წლიდან, შეიძლება 22 წლიდან, პრინციპში ვთქვა 74 წელი. გარბაჩოვის პერიოდის 6 წელიწადზე მოვიდა კატასტროფების ანუ 6 წელიწადში მოხდა იმდენი კატასტროფა, რამდენი წარმოგვდარა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ ვიღაცები რომლებიც იმ პერიოდში დაუშვად აზროვნებდნენ სოციოლოგიური აი ქონდა სოციოლოგიური ოპტიკა ან აი ესეთი სტატისტიკა სისტემური ხედვა იყვნენ ესეთი ადამიანები გამომდინარე წმინდა ლოჯისტიკიდან აი ცხონებული გიგალურთი მანძავდა რომ ხალხო რა ხედავთ რა ხდება გემს ეჯახებაო მართლა ესე მოხდა ორი გემი დაეჯახა ერთმანეთს მე აი მარტო საქართველოს რო ავიღოთ და თბილისი ხო ეს კი რამდენი კატასტროფა მოხდა 88-90 წლებში საბაგირო გაწყდა და უფრო ადრე ყველაზე ესეთი კატასტროფა იყო სვანეთში ზვავი რომ ჩამოწოდა კოშკების დიდი გარკვეული ნაწილი დაახლოებით ძველი კოშკების ნახევარი მე მგონი დაინგრა და საკმაოდ მსხვერპლი იყო ეს არის 87 წლის დასრულების ანუ შენ ამბობ რომ ესე კატასტროფები იყო სიმბოლო რაღაცულებების იცი რა სიმბოლო ხო აი ყურე რუსტი იყო სიმბოლო და კატასტროფები იყო გამოხატული აი სიმპტომიც არა უკვე აი თვალნათლივ ჩანდა რომ სისტემა ინგრევა ეხლა პარალელები რა არის მაგალითად ხო პოტომაკში აი ეხლა მარტო ეხლა ეს ბოლო ორი რო ავიღოთ ხო კალიფორნიული ხანძარი პოტომაკში ამ თვითმფრინავის ჩავარდნა ვერტმფრენი და თვითმფრინავი როგორ უნდა დაეჯახოს ერთმანეთს ეს არის თავისთავად ამბავი იმიტომ რომ როგორც ეს თვითმფრინავი და ვერტმფრენი არის ჩემთვისაც კი აბსოლუტური დილეტანტისთვისაც ცხადია რომ ფრენის სრულიად სხვადასხვა რეჟიმებია თან ღამე რომელიც იყო ნათელი რადარზე კი არა ერთმანეთს ხედავდნენ და გემი რომელიც დაეჯახა ხიდს და ხიდი ხო არის ეს მომენტები ხო და აქედან გამომდინარე პერესტროიკასთან
გარკვეული პარალელი რა თქმა უნდა არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე უფრო დიდი მსგავსება არის ის რაც ხდება ეხლა და რასაც შეიძლება დავარქვათ ნამდვილად ტრამპის რევოლუცია. ორ კვირაში იმდენი რაღაცა მოხდა. რაც არ მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. 20 წელი რაც არ მოხდა, ორ კვირაში ხდება, ხო? ეს განსაკუთრებით ესე იგი შტამბეჭდავი არის USAID-ის ნარატივი, მთლიანად და ეს ყველაფერი თამდევი მოვლენები, ხო? ის რაც გავიგეთ, ის რაც წინათ ეთვლებოდა რომ კონსპიროლოგია, ფაქტები რომლებიც ამოვიდა ზედაპირზე და ნათელი გახდა, ხო? ანუ მე ესე ვიტყოდი რომ ის რაც წინათ გვეგონა რომ კონსპიროლოგია ყველაფერი მართალი აღმოჩნდა და ასე თუ გაგრძელდა შეიძლება დავიჯერებთ რომ 1789 წლის ფრანგული რევოლუციაც რო იყო ტამპლიერების მოწყობილი. იცი რა არის საინტერესო იცი რომ იგი ესეთი პოლიტიკა რა სჭირდებოდათ. იქ წერია ახლა მაგ გამქვეყნებულ მასალებში რომ მოკლედ განსხვავებული პოზიციის მქონე განსაკუთრებით ხაზგასმულია კონსერვატორები მათი აზრი ჩაეხშოს სოციმედიაში. ფაქტ-ჩეკერების მეშვეობით და ასე შემდეგ. ეხლა იქ პრინციპში ღია წერია. კი ბატონო. ანუ რა შეაწყობდათ? რა მათ ისინი ხო ისედაც მაგ ინსტრუმენტების გარეშე ფლობდნენ დისკურსს. რა შეაწყობდათ ეგეთი ძალოვანი და ხისტი მექანიზმები? იმის როდესაც მარტივად შეეძლოთ სხვა მიმართულებით განვითარებულიყო. ეს გამარჯვებული იდეოლოგიის სიზარმაცის შედეგი ხომ არ არის? აი, თვითონ საბჭოთა კავშირიზეც ფიქრობ. აი, იმდენი იმის მიუხედავად რომ ხა ბევრი ადამიანი მეტყვის რომ ბევრი კაი რაღაცა ხდებოდა იქ. ინდუსტრია იყო იქ, მთელი რიგი სოციალური პოლიტიკები იყო. მაგრამ იყო რაღაცა აუტანელი მარაზმების, როგორც წარმომიდგენია და როგორც მსმენია, იყო აუტანელი მარაზმების რაღაცა უაზრო ცენზურები იმაზე, რაზეც რა შეჭირდებოდა ცენზურები კაცის 7 მარეცის. რაღაცა ეს უკვე ოფიციალური იდეოლოგია ესთეტიკა იმდენად იყო მოძველებული და იმდენად იყო დრომოჭმული რა. აღარ მუშაობდა პირიქით კონტრპროდუქციული იყო. თუ კი ეს გასაგებია 20-იან და 30-იან წლებში ეს ესთეტიკა მუშაობს, 80-იან წლებში ვეღარ იმუშავებდა რა ეს ესთეტიკა პირიქით იქნებოდა. ხო და აი ყოველთვის მაქვს ეგ შეკითხვა, რატომ ვეღარ ხერხდება? მოდი რა გადავაწყოთ რა, აღარ გვინდა ეგ მარაზმები, მოხსათ ეგ მარაზმები და გავაგრძელოთ ცხოვრება. აი ჩინეთმა ხო ეგ რაღაცნაირად შეძლო. შეძლო. რატო ვერ შეძლო ან ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირმა და მეორე შემთხვევაში ნუ რა ვიცი, ხა ტრამპი პრინციპში ეგ არის, რომ უნდა გადაწყობა. იცი რა არის, სხვა შორის კიდე ერთი მომენტი რაც აახლოებს ამ ორ პროცესს ერთმანეთთან, ტრამპის რევოლუცია და პერესტროიკა. ორივე შემთხვევაში ძალიან სწრაფად გადაწყობა და რეფორმების გაკეთება. და ამ სისწრაფემ როგორც ჩანს ითამაშა დამღუპელი როლი. ორივე შემთხვევა. ნუ ახლა მეორე არ ვიცით ახლა მე მაინც მგონია რომ შეერთებული შტატები ალბათ მაინც არ გაიზიარებს საბჭოთა კავშირის ბედს მაინც მგონია. მაგრამ აშკარად დიდი რისკებია. ეხლა რასაც თვალს ვადენვი და მე არ გამოვიწყავ რომ ეს სწორედ იმის ბრალია რომ ძალიან სწრაფად შეეცადნენ იმის გაკეთებას რაც ესე სწრაფად არ კეთდება. ჩინეთსაც შეეხება იქ იყო საკმაოდ ისეთი მომენტი კულტურული რევოლუციის პერიოდი მაოს კულტურული რევოლუცია ძალიან სახიფათო გახდა ყველაფერი ძალიან მეტისმეტად. მაგრამ აი ზუსტად მაგას ვამბობ ნუ ისე მოხდა რომ მაო ცოტა ხალხი პრასა უნდა თქვა მაგრამ ისე დროულად გადაიცვალა უკაცრავად ცინიზმის გამო და დენ სიაოპინმა და დენ სიაოპინის ელიტამ მოახერხა აი რეფორმების ჩემი აზრით ძალიან სწორი ტემპორიტმი მოუძებნა რეფორმებს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ხრივ თუმცა ახლა ჩინეთი მაინც რაღაცნაირი უცნაური სპეციფიური ცივილიზაცია, სადაც
რუსეთი რა პოზიციებიც არ უნდა კონდეს ნეიტრალურად და გარედან რო ვილაპარაკოთ, რუსეთი მაინც არის დასავლური კულტურა. მაინც კი არა, დასავლური კულტურაა. უბრალოდ მე უფრო მეცაც ვიტყვი, რომ რუსული კულტურა ევროპული კულტურაა. უბრალოდ ეს სოციალურ-პოლიტიკური მექანიზმი ევროპულისგან განსხვავდება. მაგრამ ასევე ამერიკულიც განსხვავდება ევროპულისგან. საინტერესოა, რომ რუსი კონსერვატორები ჰაიდეგერს და ესე იგი სხვა გერმანელ ავტორებზე ახდენენ, რა ვიცი, საკუთარი აზროვნების დაფუძნებას. კი ბატონო. ჩინელებმა მე მგონი მაგას არ აკეთებენ. იმის მიუხედავად, რომ შენ შეიძლება თქვა, რომ მარქსი და ენგელსი აქვთ აღებული, მაინც ჩინური მოდელი, ჩინური რაღაცა მიმართება, მაინც უფრო შორი ტოტია იმ საწყისის, ვიდრე რუსეთსა და ევროპას შორის. მოდი ხა ერთ რაღაცას ვაღიაროთ, რომ ჩვენ კაცილებით უკეთესად ვიცნობთ რუსულ თანამედროვე ინტელექტუალურ აზრს, ვინმე ჩინურს. ეს ერთი. მეორეც, პრინციპში ჩვენ თვითონ ვართ დასავლური კულტურის, ჩვენ თვითონ ვართ დასავლური კულტურაში, ეს აზროვნება, ენა, განათლება რაც გვაქვს არის დასავლური. ფართო გაგებით ვამ. სხვა არა გვაქვს. ქართველებს გულისხმობ. ჩინეთს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში რაღაც დავიწყე მიდევნება თვალის, დავშვით რა იწერება, რას ესეთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ინტელექტუალ, იქაც სერიოზული ვესტერნიზაცია არის მომხდარი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ძლიერია კლასიკური ტრადიციული ჩინური კულტურა. ანუ კონფუციანელობა და დაოიზმი ეს არ არის რაღაც არხაიკა. ეს არის ცოცხალი, ხო? ეს ნამდვილად ასეა. ასევე ბუდისტური ტრადიცია ცოცხალია. თან ყველაზე საინტერესო არის ის, რომ აი ამაზე მართლა შემიძლია რაღაც ვთქვა, იმიტომ რომ მეტნაკლებად როგორც დილეტანტი ცუდად არ ვიცნობ ბუდიზმს და ბუდისტულ კულტურებს და სკოლებს სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, არსებობს ჩინური ბუდიზმი, ძალიან გააჩინურეს ბუდიზმი, მაგრამ ეს არის ცოცხალი სკოლები, ბევრი სკოლა ბუდისტური. ისე როგორც იაპონიაში და საზოგადოებრივ უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, იაპონური კულტურა და იაპონური ბუდიზმი არის ძალიან დამოკიდებული ჩინურზე და საზოგადოებრივ საუკუნეების განმავლობაში ჩინეთი და ჩინური კულტურა ასრულებდა ისეთსავე როლს მთელ რეგიონში. აი იაპონიიდან დაწყებული ბირმი და ვიეტნამი დამთავრებული, რასაც ლათინური ენა საშუალო საუკუნეებში, მაგრამ უფრო მეცაც გეტყვი, წარმოიდგინე რომ დასავლეთში რო ყოფილიყო, რო შენარჩუნებულიყო აი ის რამაც პირობითად ბიზანტიას უწოდებთ მე-15 საუკუნემდე, ხო ეს რაღაც კულტურა, ბერძნულოვანი კულტურა ხო ბოლომდე იყო ბიზანტიაში. აი იქ შენარჩუნდა ეს და ჩვენთან მოხდა წყვეტა. კი და აი რაც შეეხება მაოს, თუმცა მაომდე იყო უკვე დაწყებული ვესტერნიზაცია. უბრალოდ მაომ ძალიან 59 წლიდან ძალიან სწრაფად გააკეთა ის, რასაც შეიძლება დავრკოთ ერთდროულად მოდერნიზაციაც და ვესტერნიზაციაც. თან ესეთი რადიკალური სოციალიზმის სახით საბჭოთა კავშირში თუ ვილაპარაკებთ კულტურულ რევოლუციაზე, მსგავსი რამ ბოლშევიზმის დროსაც კი არ ყოფილა. აი 20 წლების რო ავიღოთ, ყველაზე უფრო ესეთი პერიოდი, ხო? მე ნეპი. ყველაზე უფრო რადიკალური იყო სამხედრო კომუნიზმის პერიოდი. მაგრამ სამხედრო კომუნიზმმა ერთი წელიც კი არ ყოფილა. მე იყო ნეპის ძალიან დიდი პერიოდი, როცა იყო კონვერგენცია მრავალნაირი ასე ვთქვათ ესეთი მოდელი. სხვადასხვა აი ნეპი რო გაგრძელებულიყო, ნეპი რაღაც გავდა დენსიაოპენს, მაგრამ აქ მეორე მომენტი არა. მეორე სოფლიო ომს ვერ გაუძლევდა. რა თქმა უნდა, სტალინს ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, რო არ დაეწყო ეს ინდუსტრიალიზაცია და 10 წელიწადში რო არ გაეკეთებინა ეს ინდუსტრიალიზაცია, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი წააგებდა ომს. ხა
მეორე მომენტია ვიღაცას რა თქმა უნდა გაუხარდებოდა ეს დავუშვათ ქართულ პატრიოტს რომელიც პროგერმანული და მაშინ ისხდნენ და გერმანელებს ელოდებოდნენ ბავარიულ ლუდს ხო გვექნება სოსისი და ბავარიულ ლუდიო ხო ხო მეც გაუხარდებოდა და ალბათ გულში ეხლაც უხარეთ უბრალოდ ეხლა ჰოლოკოსტი არ აძლევთ საშუალებას რომ აშკარად მხარი დაუჭირო გერმანულ ნაციზმს მაგრამ ეს მომენტი არის სერიოზული ამ ხრივ მე ვიტყოდი რომ ჩინურმა ცივილიზაციამ რაღაცნაირად მაინც გვიჩვენა რომ რა თქმა უნდა შეიძლებოდა სოციალისტური მოდელის რეფორმირება და მაინც სოციალისტში დარჩენა რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში ეს ვერ მოხდა სუბიექტური და ობიექტური ორივე მიზეზია ერთი რა თქმა უნდა იქაც აი 56 წელს ხრუშოვმა როცა ჩამოშალა ეს იდეოლოგია და ძალიან ხისტად მოხდა სტალინის კულტის დესაკრალიზაცია და დემონტაჟი რაც ჩინეთში არ მომხდარა და მეორე მომენტი რომ ამას სხვადასხვა ძალიან ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ჩვენთან რუსეთში დასავლეთში ეს მეტნაკლებად გამოკვლეულია სტალინური ეკონომიკა ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო და იქ იყო კერძო საკუთრების გარკვეული ელემენტები კი აი ხრუშოვმა ეს მოსპო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე მომენტი კიდე აბსოლუტურად ხისტი და სრულად არარაციონალური სოფლის მეურნეობის მოდელი რომელიც ასევე ხრუშოვმა ამ აზრით ესე იგი ისე ვიმეორებ აქ მარტო ის არ არის რომ აი სტალინის კულტის დემონტაჟი იქ იყო არა მარტო ეს მომენტები იყო პირწმინდად ისეთი ეკონომიკური შეცდომები ისე არის ეხლა აი ის თქვა მინდა ანუ მე ის თქვა მინდა რომ რა თქმა უნდა შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნება და სოციალიზმის მისერებ და ეს ძალიან კარგად დაჩვენა თავისი ალტერნატიული ისტორიით ჩინეთმა ეხლა ეს მომენტი აი ეხლა ხო უნდათ რეალურად რევოლუცია ხო შენარჩული ხო აი ეხლა ჯენზის რევოლუცია ხო USAID-ის დაფინანსებული კი ბატონო მე ეცი რაში დარწმუნდი რომ ამერიკელები არ ვიცი თუ ესე ახდენენ რევოლუციებს ესე ამერიკელები დაშლილი არა საბჭოთა კავშირი თვითონ დაშალეს ძალიან აი ეს კი აი ეს არის იმდენად უნიჭოები აღმოჩნდნენ ეგეთი რაღაცეებში მოდი ვთქვათ ეს არის ეხლა შენ რაც თქვი ეს არის მთავარი საკითხი რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი არც რეიგანს დაუშლია და არც ამერიკას და არც დასავლეთს საბჭოთა კავშირი დაიშალა შიდა კანონზომიერებებით გარეგნული ზემოქმედება გინდა იდეოლოგიურ კულტურული გინდა ეკონომიკური სანქციებით რაღაც არანაირი გავლენა ამას არ მოუხდენია დისიდენტების როლი იყო 0.00% ერთი მეასები აქედან გამომდინარე მაგრამ აი აქედან იწყება შენ აბსოლუტურად მართალი ხარ აქედან იწყება ორი პროცესი ძალიან საინტერესო პირველი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეგრეთ წოდებული დასავლეთი ხდება ავანგარდი, რომელსაც აღარ აყავს დიალექტიკური მოსპარინგე, ეს ერთი და მეორე ელიტამ ჩათვალა რომ მან მოიგო ცივიუმი. ხო. და ყველაფრის გაკეთების საშუალება საერთოდ აბსოლუტურად ზუსტია, ზუსტად ეს მოხდა. საკუთარი ტყვით თვითონვე დაიჯერეს. კი, მაგრამ თან მეორე მომენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. წმინდა სისტემური, ობიექტური. ანუ რა? ორივე ამერიკული მოდელი მუშაობდა მანამდე, სანამდე ყავდა მოწინააღმდეგე. როგორც კი მან დაკარგა მოწინააღმდეგე, ამ ამერიკულ საკუთარ თავის ჭამა დაიწყო. კი. და სხვათა შორის პირველი ვინც ეს აღნიშნა და არ ვიცი ხა შეიძლება შენ ხა ისტორიკოსი ხარ მე ნამდვილად შეიძლება არ ვიცოდე
შეიძლება იყო ვინმე კიდე სხვა ფიგურა, მაგრამ ერთადერთი ვინც მახსენდება ეს არის ემანუელ ვალერსტაინი, აი 4-ხმეული გიდევს. და 93 წელს დაწერა ეს წიგნი ავტორლიბერალიზმი, სადაც იწინასწარმეტყველა ლიბერალიზმის დასასრული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმიტომ რომ ამერიკული მოდელი მუშაობდა სწორედ ასეთ დიალექტიკაში, როგორც ბინარული ოპოზიცია. ლიბერალიზმი უკვე დიალექტიკური, ანუ ჭირდება ვიღაცა. რადგანაც ემანუელ ვალერსტაინი თავისი აზროვნებით მიეკუთვნებოდა სტრუქტურალისტურ პარადიგმას, ისე როგორც ფერნანდო ბროდელი, როგორც ლევი სტროსი და ასე შემდეგ. ის ძალიან კარგად დამჩნევდა რეალობაში, სადაც იყო ეს ბინარული ოპოზიციები. სადაც არ იყო რაღაცას ვერ ხედავდა, მაგით ახლა ჩინეთთან დაკავშირებით ბევრი არასწორი რამე თქვა, მაგრამ რაც შეეხება აი ეს დაპირისპირება დაპირისპირებას გულისხმობ წმინდა სისტემურ დიალექტიკურ აი ის რომ ამერიკულმა მოდელმა დაკარგა თავისი სპარინგ პარტნიორი და ის რომ მოახდენდა მოაგვდინებელ გავლენას მან ეს დაახლოებით 25 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ამავდროულად ვალერსტაინი არის მნიშვნელოვანი მეორე რამის გამო. მან იწინასწარმეტყველა შიდა კრიზისი 70-იან წლებში, როდესაც აი ცნობილი წიგნი დაწერა Capitalism Wall System 70-იან წლებში იწინასწარმეტყველა 2000-იანი წლების კაპიტალიზმის სისტემური კრიზისი. ანუ ორი რაღაცა მოხდა. და მე ამიტომ 2008 წლის სოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, კვლავ პოპულარული გახდა ვალერსტაინი. მე ჩიკაგოში ჩავედი 2008 წელი იყო ფულბრაიტის სტიპენდიით ჩიკაგოს უნივერსიტეტის როგორც მიწვეული მკვლევარი. ეს იყო დაახლოებით 2008 წლის სექტემბრის შუა პერიოდი. ობამა ჩემს წინ აირჩიეს ობამას სახლიდან სამ სახლში ცხოვრობდი. ზუსტად იმ ქუჩაზე, სადაც ეგ ცხოვრობდა გრინვუდ ავენიუზე. რამდენჯერმე ნანახი მყავს, ჯერ კიდე არ იყო პრეზიდენტი არჩეული. ხოდა ყოველ დღე არ გადავაჭერბებ, ლამის ყოველ არხზე იყო ემანუელ ვალერსტაინი. რომელმაც ისე ვამბობ, რომ ეს 2008 წლის ეგრეთ წოდებული დღეს იპოთეკურ კრიზისს ეძახიან, თვალთ ეგრე არის რეალური სისტემური კრიზისი. ყველა არხზე იყო ემანუელ ვალერსტაინი, ერთ-ერთი ეს დაახლოებით რა არის ხა ქართულ რომ აი დავუშვოთ დღეს მაგალითად საქართველოში ყოველ დღე არხზე რო იყოს აი ცოცხალი რო ყოფილიყო ელომეტრეველი ხო არავინ არ იცის ვინ არის აი ესეთი ინტელექტუალი თუ ესეთი პროფესიონალი უცებ გახდა მსოფლიო ვარსკვლავი ზუსტად აი დაახლოებით ესეთი სიტუაცია მგონია. აი ჩვენ თავზე მივიწეროთ USAID-ის დაშლა. კი ბატონო. იმის მიუხედავად რომ უპირისპირდებოდით, ჩვენ არ დაგვიშლია ეს. აბსოლუტურად შიდა ამერიკული რა თქმა უნდა. და ისე რომ გავთამამდეთ რომ აი ამერიკულის არა, მე ესე ვიტყოდი რომ ეს რა თქმა უნდა არის როდესაც ლაპარაკობენ რომ არის რამდენიმე დონე და არა მარტო სიფრთხე, არამედ რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ. მე ამაში ახლა არ გულისხმობ იმას რა ქვია. სხვადასხვა ინტერპრეტაციას. ესე იგი გულისხმობ იმას რომ მოვლენებს უნდა შევხედოთ რამდენიმე გაზომილებაში ერთდროულად. ესე იგი ერთი არის გამომდინარე წმინდა პოლიტოლოგიური კუთხე. დავუშვათ დასავლეთისა და ეგრეთ წოდებული როგორც ამბობენ გლობალური სამხრეთის დაპირისპირება. და მეორე არის სოციალურ-ეკონომიკური განზომილება გამოიხატება ხანდახან ესე აი ტრანსნაციონალური კორპორაციები. დავანებოთ თავი ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ვილაპარაკობთ გლობალურ ეკონომიკაზე რომელიც უკვე არის როგორც პლანეტარული მოვლენა, მოდი ისე ვთქვათ, ხო? და რომელიც განიცდის სისტემურ კრიზისს. ანუ ეს USAID ერთი მხრივ შეიძლება განიხილო როგორც რაღაცა ესეთი ბნელი ძალა რომელსაც აქვს თავისი ინტენცია, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე მხრივ ეს არის პარაზიტული ორგანიზაცია, რომელიც არის სახელმწიფოში. ხო. გარკვეული აზრით მე მას შევადარებდი კიბოს უჯრედებს, რომლებიც უფრო სწრაფად მრავლდებიან ვინმე
ჯანსაღი რატო მისთვის არა აქვთ. ანუ ყალბ ინფორმაციას ატარებენ, მოდი ესე ვთქვათ. და წარმოიდგინე აი ამერიკული სისტემა როგორც აღსგავსებული ორგანიზმი, რომელშიც არის მეორე ორგანიზმი. და მეორე პირველმა არის ის როგორც ორგანიზმი ვერ რეაგირებს სწორად სიმსივნეზე და ნოპლაზი ბადებს ამ უბირს ანუ არაინფორმაციულ უჯრედებს დაახლოებით გავსი რაღაცა ხდებოდა 10 წლების განმავლობაში. რისიც მამინდოდა იცი ზაზა. აი თუნდაც 10 წლის წინ, როდესაც ვაკრიტიკებდით ლიბერალიზმს, იქ ვიყენებდით კულტურულ ასპექტებს და იდეოლოგიურ ასპექტებს. დღეს უკვე ეს არის დრო მოჭმული. დღეს იმისთვის რომ შენ რაღაცა არსებული მდგომარეობა გააკრიტიკო, გჭირდება გეოპოლიტიკა. ანუ უკვე ახალ ინსტრუმენტებს ვითვისებთ, ვიყენებთ და სწორედ ანუ ძველი ინსტრუმენტებით თანამედროვეობა ვეღარ გაიგება. ეხლა რაც არ უნდა აკრიტიკო შენ, რა ვიცი, ინდივიდუალიზმის კონცეფცია ლიბერალური, რაც არ უნდა აკრიტიკო ის საბაზრო ეკონომიკა და ასე შემდეგ. დღევანდელი რეალობა უკვე იმდენად არის გეოპოლიტიკით მოცვილი, რომ ვერ იხსნება გუშინდელი ინსტრუმენტებით. მე მგონია რომ ძირითადი პრობლემა მეორე მხარეს, მათ შორის USAID-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს და ასე შემდეგ, ქონდა ის რომ ისინი გუშინდელი ინსტრუმენტებით ცდილობენ აეხსნათ თანამედროვე სამყაროს რეალობა. და ყოველთვის სამყარო რადგან იცვლება, სამყარო ყოველთვის რაღაცა სწევს წინ კონკრეტულ ეპოქაში. სადღაც კულტურა, სადღაც მაკიაველისტური პოლიტიკა, სადღაც გეოპოლიტიკა თავარი და სადღაც კიდე სხვადასხვა რაღაცა, ეკონომიკური მოდელი და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა ახლა რატომ თქვი, რომ საბოლოო ჯამში თუ არ იცვლება შენი გონება და თუ ორთოდოქსულად უყურებ ერთი პოზიციიდან, აი ბევრი ადამიანს ვიცნობ, მათ შორის მეგობრობ ზოგიერთ მემარცხენესთან, რომელიც იყენებს ისევ იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც იყენებენ, რა ვიცი, 20-იან, 10-იან, 30-იან წლებში, მარქსისტულ ტერმინოლოგიას. კი, შეიძლება მარქსიზმი რაღაცა რეალობას ასახავს, მაგრამ უკვე აღარ ასახავს იმ დომინანტურ პროცესებს, რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ინტელექტუალის და ზოგადად რას ნიშნავს თანამედროვე ინტელექტუალობა? ეს ხომ არის გარკვეულწილად დროის რაღაც ესე იგი ცენტრალური მოვლენების გაგება და გადართვა ამისკენ. და ჩვენ მეორე მხარეს, აი უბრალოდ გეოპოლიტიკაზე საუბარს არც კი ვიცმით. არც კი მიდის საუბარი. ლაპარაკობ საქართველოზე. საქართველოზე ლაპარაკობ. მეგონა არა მარტო საქართველოს. კი ბატონო. აი შენ ვინმე გახსენდება ისეთი იდეალისტი, აი ხა რეალ პოლიტიკიდან გამოვიდა ხო? უამრავი ადამიანი ექსპერტი იქნება თუ პროფესორი, მერშაიერი და კიდე სხვები, რომლებიც საუბრობენ აბსოლუტურად სხვა რაღაცეებზე, გეოპოლიტიკაზე საუბრობენ. მეორე მხარეს, აი დემოკრატების მხარეს ვინც არიან, საერთოდ არ მიდის ამაზე საუბარი. ისევ რაღაცა ძველი იდეალები თითქოს სულ ახლახანს დაინგრა საბჭოთა კავშირი და ყოველს ლიბერალური დემოკრატიის ჯერა. აღარ ჯერა ყოველს ლიბერალური დემოკრატიის. ძალიან კარგი შეკითხვაც არ არის, საკითხის დაყენება. აი შენ ისტორიკოსი ხარ. მე რაღაცნაირად მინდა შემოვიჭრა შენ სფეროში და მსგავსი რამ ხდებოდა ევროპაში, ჩემი აზრით, ზუსტად ისტორიოგრაფიულ პარადიგმაში მე-17 საუკუნის დასასრულს და მე-18 საუკუნის დასაწყისში. შეიძლება ცოტა უფრო ადრეს, მაგრამ მაინც ამ დროს ვიტყვი რატო. შენ ძალიან კარგად იცი, რომ არსებობდა ეგრეთ წოდებული მოდელი, რასაც ქვია საშუალო საუკუნეებში გამომუშავებული ეს მოდელი ისტორიის ხედვის, რომელსაც ერქვა მსოფლიო ქრონიკა, ან ზოგადი ქრონიკა. ხო, ითვლება, რომ ევსევი კესარიელმა დაუდო ამას საფუძველი, მაგრამ განსაკუთრებით განვითარდა მე-12 საუკუნეებში შეიძლება საქსონ ანალისტის და სხვების დასახელება, ეინჰარდის დასახელება, კიდე სხვების.
და სწორედ ეს მოდელი მიუხედავად იმისა, რომ საოცრად კულტურული მოდელი იყო, ჩამოიქცა მე-17 საუკუნის დასასრულს და გაჩნდა მის ადგილას ის, რასაც ვეძახით, ორი რაღაცა. ერთი თანამედროვე გაგებით ისტორია, პოზიტივიზმი. არა მარტო პოზიტივიზმი, იცი, აი დოკუმენტების და არქივების შესწავლა, რომელიც არის დამსახურება სხვა შორის ბოლონისტი კათოლიკე მამების, როსაც გაჩნდა წყაროწოდებითი წყაროწოდებით ეს ერთი და მეორე ახალი მოდელი ისტორიის ფილოსოფიის, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ ვოლტერს, მაგრამ მეორე მხრივ ჯან-ბატისტა ვიკოს, რომელსაც ძალიან სერიოზულად დაერქვა ჰეგელი. მოგეხსენება კანტმა ისტორია ცუდად იცოდა და ეს ისტორიული მოდელები განსხვავებით ჰეგელისაგან. და ჰეგელი შეეცადა დეკარტისა და ვიკოს სინთეზს. და ვიკოში რა იყო მნიშვნელოვანი, რის გამოც ვიკო დღემდე ძალიან აქტუალურია. ის შეეცადა დაენახა ისტორია ენობრივი პოზიციიდან და მითოლოგიის გადააზრებას შეეცადა ლიტერატურული ჟანრების პოზიციიდან, რაც დღემდე ძალიან აქტუალურია. მე ვიტყოდი, რომ ეხლა ხდება ზუსტად ასეთივე, არა მარტო ცივილიზაციურ რაზმს ვლაპარაკობთ, ანუ ეს 500 წლიანი ციკლის ჩამოშლა, დასავლეთის ჰეგემონია მთავრდება აღმოსავლეთ, მაგრამ ამავე დროს მთელი მე ესე ვიტყოდი ჰუმანიტარული პარადიგმა ჩამოიქცა. არა მარტო პოლიტოლოგიური, არა მარტო ის, რომ აი ხა შენ მარქსიზმი ახსენე, არა მარტო მარქსიზმი, ეს ძალიან ბევრ რამეს ეხება. უბრალოდ დღეს არის სიტუაცია ისევ მეორე ეს რაღაც ხდება ალბათ 200-300 წელიწადში ერთხელ. აი მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ აი პერესტროიკით დავიწყეთ არა, რაღაცა პერიოდში აი მთელი რაღაცა ლიტერატურა გახდა აბსოლუტური ხვამი და მოგვინისტების აღარ იბარებდნენ. დღეს შეიძლება ეს უკვე საინტერესოა, იმიტომ რომ ისტორიულ არტეფაქტებია. ხო, მაგრამ მაშინ ის იყო ახსნის ენა. აი დღეს არა მარტო აი ფუკუიამამ დაწერა სტატია ამის წინათ. სადაც ამბობს, რომ ნუ აი ლიბერალიზმი კარგი იყო, მაგრამ აი 70-იან წლებში რაღაც შეცდომა მოგვივიდა და აი მოდი დაუბრუნდეთ 70-იან წლებს. ხო, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ დგება რაღაცა პერიოდი, როდესაც ახსნის გარკვეული მექანიზმები აბსოლუტურად აღარ მუშაობს. არა მარტო აღარ ჯერათ მათი, არამედ ვეღარ ხდება ენისა და რეალობის ურთიერთმიმართება. დამთხევა შეიძლება არა, მაგრამ რაღაცნაირი ადეკვატური მეტნაკლებად პირველი რატო რწმენა ჩამოიშალა. რაღაც პერიოდში ზოგადად მეცნიერება იწყებს ალტერნატიულ დროით სივრცეში ცხოვრებას. აკადემიაში იკეტება, სხვა სივრცეში იკეტება და მისი ენა რეალობა მიდის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. როდესაც რეალობა სხვა მიმართულებით მიდის და ეს ენა სხვა მიმართულებით მიდის, ჩვენ ვიღებთ უკვე შემდეგ ისეთ ახსნებს სამყაროს, რომელიც უკვე აღარ ემთხვევა. მაგალითად, აი ლიბერალურ იდეალისტურ წარმოდგენებს, რომ ეხლა არის რამოდენიმე ავტოკრატიული სისტემა, იქ მოხდება რაღაცა ხავერდოვანი რევოლუციები, მოვლენ დემოკრატიული ძალები, ეს დემოკრატიული ძალები რეფორმებს გაატარებენ თავისუფალ ბაზარს ასე შემდეგ და დამყარდება დემოკრატია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, ხო? ეხლა და ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხდება ამ სისტემისთვის. ამის რევიზია თვითონ აკადემიურ სივრცეში და თუნდაც ამ იდეოლოგიური ჯგუფების შიგნით შეუძლებელია რომ ვიღაცამ ეს წამოიწყოს. მაგრამ ამის პარალელურად გარეთ იწყება ის პროცესი, რომ მოხდა ეგეთი ხავერდოვანი რევოლუციები, არანაირი დემოკრატია არ მოუტანია, არანაირი სიკეთე არ მოუტანია, ისეთი სიკეთე რომელიც დაპირებული იყო. რეალობა იმდენად აცდა უკვე ამ წარმოდგენებს, იმდენად აცდა რაღაც ეტაპზე
ნათელი არის რომ ეს ენა ვეღარ ხსნის რაღაც რეალობას. ჩვენ თვალწინ ლიბერალები რომლის ტრენინგებში დაიხარჯა მილიონობით დოლარი, რომლებიც ისწავლეს დასავლეთში, რომლებიც უამრავ ტრენინგზე არიან ამყოფი, უამრავ ტრენინგზე, უამრავი ალბათ ექსპერტი არის ჩამოსული დასავლეთიდან და უხსნიდა მათ როგორია სამყარო და უამრავი რაღაცა ესე იგი აკადემიური სივრცეც კი დაიკავეს. მაგრამ ამის მიუხედავად უსპად ბალასტი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მათი უნარი რომ აღწერონ ის რეალობა, რომელიც ამ აკადემიური სივრცის მიღმა არის, ან რაღაცა NGO სივრცის მიღმა არის, უკვე აღარ შეუძლიათ. ეს იყო საბჭოთა კავშირის იმ კათედრების, რაღაც ათეისტური კათედრისა და კომპარტიის კათედრის იმებთ, მეცნიერულ კომუნიზმის კათედრაც იყო, ხო? თუ არ ვცდები. ვიცი, ვეღარ აგიხსნიდან იმ მოვლენას, რაც პერესტროიკის დროს ხდებოდა. ვერ ახსნიდან იმ მოვლენას. აქედან გამომდინარე, აი ესეთი შეკითხვა. თანამედროვე პროცესები რო ახსნა, რა ენა უნდა გამოიყენო? და რამდენად არის ეს ენა მაინც ესე თქვათ ავთენტური იმ გაგებით, რომ ეს ენაც ხო არ ცდილობს ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ენაც, რომ შექმნას მეორე ალტერნატიული რეალობა, რომელიც იმ სუბთა რაღაცა მშრალ რეალობაზე არ ამახვილებს ყურადღებას და ქმნის ინტერპრეტაციის სხვა სისტემებს. და გარკვეული შეკითხვა მე ესე ვიტყოდი, რომ ალბათ არსებობს მინიმუმ 3 დონე, საიდანაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ პოლიტიკურ მოვლენებზე და ხტომილებებზე. ერთი მხრივ არსებობს ესეთი დიდი დროის ოპტიკა. ჩემი აზრით ესეთი დიდი დროის ოპტიკა აქვს მსოფლიო რელიგიებს. ქრისტიანობას, ბუდიზმს, ისლამს, გარკვეული აზრით იუდაიზმსაც. არსებობს მეორე დონე ფილოსოფიის დონე, როდესაც ან პლატონიზმიდან, ან არისტოტელიზმიდან, ან თქვა და ასე თომიზმიდან ხდება რაღაც გარკვეული, ან ნეტარი ავგუსტინე, რომელიც რა თქმა უნდა ქრისტიანული პოსტიდან უყურებს, მაგრამ მან შექმნა თავისი განსაკუთრებული ისტორიულ ფილოსოფიური ხედვა, რომელიც არის გამოხატული მის წიგნში De Civitate Dei უფლის ქალაქისათვის. და არსებობს ის, რაც არის მესამე დონე, ყოველდღიურობა. ყოველდღიური რაღაც დროს ეს იყო მაგალითად რაღაც პერიოდში საშუალო საუკუნეებში აი მაგალითად ანალები, ხო, ქრონიკები. შემდეგ გაჩნდა ის რასაც შეიძლება დავარქვათ ყოველდღიური მატრიცები, ანუ მედია, რომელიც ადრე არ არსებობდა და მართლაც გაჩნდა მე-18 საუკუნეში ალბათ. შეიძლება ახლა დგება ის პერიოდი, როდესაც რაღაც აი ეს მესამე დონეზე პირველ დონეზე არ მოსდის. თუ გამოცდილია probatum est. მეორე დონე მოდის თქვა და აი მესამეში ხდება ძალიან სერიოზული ცვლილებები. აი მაგალითად პოლიტოლოგია, რომელიც გვეგონა, რომ ყარი მეცნიერება. ყარი, თურმე აღმოჩნდა, რომ არა. აი მაგალითად კონფლიქტოლოგია. კი, აი მაგალითად თავის დროს ესე მოვიდა ალქიმიას. რომელიც იყო ძალიან ისეთი ყოფითი და გავრცელებული და ყოფითი და ძალიან აქტუალური. და უცებ გაქრა. როგორც და გახდა ისტორიის ნაწილი. არ გამორიცხავ, რომ აი სოციოლოგია და პოლიტოლოგია თანამედროვე გაიზიაროს ალქიმიის ბედი. საინტერესოა. ბოლოსკენ მივდივართ და აი ბოლოს შეკითხვას დაგისვამ და ამით დავასრულოთ. ზაზა, აი შენი რაღაც აი რომ მიმართო შენ სტუდენტებს ან იმათ ვინც გისმენს. აი რას ურჩევდი
რას მიაქციონ ყურადღება იმისთვის, რომ რეალობაში გაერკვნენ. მე არავის არ უჩვენ, რომ ვიღაცებს უსმინონ მარტო და მათი აზრები, ესე იგი, გაიმეორონ. რა პროფესიებს არა, რა მიმართულებებს, რა სოციალურ მოვლენებს, რა არის მთავარი, რომელზეც უნდა ადამიანმა ააგოს საკუთარი წარმოდგენები რეალობას. მე ჩემი კონფესიით ვარ ორთოდოქსი კათოლიკე, რომის კათოლიკე ეკლესიის ერთგული შვილი. მაგრამ მინდა ახლა გავხსენო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტი კალვინისტი თეოლოგის კარლ ბარტის სიტყვები. ქრისტიანს სჭირდება ორი რამ. ეს არის ბიბლია და გაზეთი. ბიბლია და გაზეთი. კი ბატონო. მე მგონი ეს არის იდეალური. იმედია გაითვალისწინებთ ზაზას რჩევებს. მადლობა ზაზა პირველ რიგში. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, კომენტარები. აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე, გექნება თქვენი შეხედულებებიც, ალბათ ზოგიერთ თქვენგანს კრიტიკაც ექნება, რაც ბუნებრივი არის, იმიტომ რომ მე ახლა არ მგონია, რომ აქ ვიღაც ჩვენ ისეთი ადამიანები ვართ, რომლებიც ჭეშმარიტებას ვიძახით, ჩვენ მოსაზრებები გვაქვს, ამ მოსაზრებებზე ვსაუბრობთ, გვაქვს იმის განცდა, რომ შეიძლება რაღაცაში ვწდებოდეთ და ჩვენ გვწამს რომ არსებობს ჭეშმარიტება, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ვფლობთ ჭეშმარიტებას. მოკლედ, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს გადაცემა. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.